ქართულ ოცნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ოცნების თავმჯდომარე მირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მმართველი ძალა სრულად იქნება მობილიზებული მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის. კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ქართული ოცნება მოიგებს მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის ამზადესი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი საარჩევნო კამპანია. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული და კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი თვით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები.